რელიგიის სააგენტომ ადამიანის უფლებათა სამოქმედო გეგმის ფარგლებში განხორციელებული პროექტების შეაჯამა. დღესვე გაიმართა სააგენტოს მიერ გამოცემული წიგნების პრეზენტაცია. შეხვედრა მოსწავლე ახალგაზრდობის სასახლეში შედგა და მას ხელისუფლების დიპლომატიური კორპუსის სხვადასხვა რელიგიური კონფესიების წარმომადგენლები ესწრებოდნენ. პრეზენტაციაზე რელიგიური ნეიტრალიტეტის მნიშვნელობაზეც ისაუბრეს. მეოთხე პროექტი გახლავთ ის რომ შარშან განხორციელდა ინტერრელიგიური დიალოგის მშვიდობისათვის კონფერენცია, სადაც საქართველოში არსებულმა ყველა რელიგიამ მოაწერა დეკლარაციას მშვიდობისათვის ხელი და ამ დეკლარაციის მასალები ნაშრომების სახით გამოესვა. მთლიანობაში ეს წარმოდგენილი პუბლიკაციათა სერია არის 4, რაც გულისხმობს თანამშრომლობას ერთმანეთთან. დღევანდელი ღონისძიებას ვფიქრობ ძალიან მნიშვნელოვანია სწორედ გაგებით რომ იყოს ყოველთვის ურთიერთგაგება ერთმანეთში ხალხის რელიგიური კონფესიების მშვიდობა და სტაბილურობა, რაც ესეც ჭირდება ჩვენ ქვეყანას. ამგვარი შეხვედრა არის ერთადერთი გზა მშვიდობიანი თანაარსობობისაგან, ამავე დროს იმგვარი სამოქალაქო საზოგადოების შექმნისაგან, სადაც ჩვენ ყველას თითო მოქალაქეს ჩვენი ქვეყნისა ერთება საშუალება თავისუფლად გამოავლინოს თავისი შემოქმედებითი შესაძლებლობანი.